საერთაშორისო სტრატეგიის დონეებს შორის ერთ-ერთი არის ბიზნეს სტრატეგია. ბიზნეს სტრატეგიაც იყოფა რამდენიმე მიმართულებად. პირველი ეს არის ბაზრების დიფერენცირება. ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ბაზარი დიფერენცირებული ბაზრების გადახდისუნარიანობის მიხედვით. კერძოდ ქვეყნებში, სადაც მაღალი გადახდისუნარიანობით ხასიათდება მომხმარებელი, ბუნებრივია იქ არის შედარებით ძვირი და ხარისხიანი ფასების სტრატეგია, რაც შეეხება ბაზრებს, სადაც ნაკლებ გადახდისუნარიანია მომხმარებელი, იქ ხდება შედარებით უფრო ნაკლები ხარისხი, ნაკლები ფასის სტრატეგიით მუშაობა. აი ძალიან ტანსაცმლის მწარმოებელი ძალიან ბევრი კომპანია არის, რომელიც პროდუქტს ამზადებს სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის და სპეციალურად აზიური ბაზრებისთვის. ამიტომ ასეთი ტიპის დიფერენცირებას, რა თქმა უნდა, მოაქვს არის ეფექტური და საერთაშორისო სტრატეგიული მენეჯმენტის დაგეგმვის განხორციელებისას და დაგეგმვისას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. შემდეგი საკითხი ეს არის დანახარჯების მართვა. ბუნებრივია ძალიან ბევრ კომპანიას, როდესაც წარმოება გააქვს ქვეყნის გარეთ და ჩვენ ამაზე წინა ლექციებში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ბიზნეს სტრატეგია, დანახარჯების შემცირება, რომელიც უკავშირდება სამუშაო ძალის შემცირებას, იგივე ლოჯისტიკური ხაზების შემცირებას, იმიტომ რომ თუ წარმოება გადადის მომხმარებელთან ახლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ტრანზაქციული დანახარჯების წილის გამორიცხვა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ხარჯების სტრუქტურაში და ანუ მთლიანობაში ეს არის განთავსების სტრატეგიები, რომელიც გულისხმობს ხარჯების ეკონომიას და მესამე ეს არის ფოკუსირება. ფოკუსირება გულისხმობს ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ფოკუსირებას და მასზე აწყობას მთელი ბიზნეს სტრატეგიის. პირობითად ავიღოთ რომელიმე ამერიკული კომპანია თუ აქცენტს გააკეთებს ევროპულ ბაზარზე და მხოლოდ ევროპული ბაზრიდან ელის თავისი ბიზნეს მოდელი თუ მნიშვნელოვანი შემოსავლებს, დანარჩენი ბაზრები მისთვის იქნება მეორადი და ამის გაფართოებაზე მან შეიძლება რესურსები არ დახარჯოს, რადგანაც თulis რომ ფოკუსირება ერთ ბაზარზე იქნება მისთვის ბევრად უფრო მომგებიანი. და მესამე დონე საერთაშორისო სტრატეგიებში ეს არის ფუნქციონალური სტრატეგიები, რომელიც თავის მხრივ შეიძლება დაიყოს ფინანსურ სტრატეგიებად, საწარმოო სტრატეგიებად, კვლევით სტრატეგიებად, მარკეტინგულ სტრატეგიებად, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებად და ასე შემდეგ. ანუ საერთაშორისო კომპანიები, იგივე გლობალური კომპანიები, როდესაც განფენილნი არიან მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, სწორედ რეგიონალური მართვის დონეებით უზრუნველყოფენ ცალკეული სტრატეგიების შემუშავებას, ცალკეული მიმართულებების მიხედვით. ანუ ეს გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება აწყობილი იყოს. არის კომპანიები, რომელსაც ერთიანი მიდგომა აქვთ, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც ცალკე ქმნიან ამ სტრატეგიებს ცალკეული საქმიანობის სახეების მიხედვით. შემდეგი საკითხი, რაც მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის უცხოური ბაზრების ანალიზი. უცხოური ბაზრების ანალიზში გამოიყოფა რამდენიმე მიმართულება. პირველი ეს არის ალტერნატიული ბაზრების შეფასება, მეორე ეს არის დანახარჯების, შემოსავლების და რისკების შეფასება და შეღწევის გზის არჩევა კონკრეტულ ბაზარზე. რაც შეეხება თვითონ პირველ ნაწილს, ეს არის ალტერნატიული საერთაშორისო ბაზრების შეფასება, გამოიყოფა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელთა შედარებაც ხდება და ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ბაზარზეა შეღწევა ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯიანი, რომ ამ ბაზრიდან მოხდეს რეგიონში ოპერირება. პირობითად, რომელიმე ამერიკული კომპანიას თუ სურს კავკასიის რეგიონში თავისი საქმიანობის დაწყება, ის გააკეთებს ალტერნატიულ შეფასებას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრების და ყველაზე ნაკლებ ხარჯიან რეგიონში შემოვა, გამომდინარე იქედან, რომ აქედან შემდეგ ცდომა კონდეს იმ მიზნებზე, რა მიზნებიც მას აქვს დასახული. გამოიყოფა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბაზრების შეფასების ნაწილში. პირველი ეს არის ბაზრის სიდიდე და ბაზრის ზრდის პოტენციალი.
რაც უფრო მეტია ბაზარი ბუნებრივია, მით უფრო მეტ მომხმარებელზეა წვდომა და ეს უფრო მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. ბაზრის ზრდის დინამიკა და პოტენციალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ბაზარს აქვს რესურსი კიდევ გაიზარდოს, ბუნებრივია ამ ზრდის კომპონენტში შემოსვლა ნებისმიერ კომპანიისთვის მომგებიანია, რადგანაც ეს არის სწორედ რაც უზრუნველყოფს რენტაბელობის მაღალ ნორმას. კონკურენციის დონე აქ შეიძლება იყოს ორი უკიდურესობა, თუ ბაზარზე არის შეზღუდული კონკურენცია და ძალიან რთულია შეღწევა ბუნებრივია ეს არ არის მომხიბვლელი გლობალური კომპანიებისთვის, ასევე თუ ძალიან მძაფრია კონკურენცია და პრაქტიკულად გაჯერებულია ბაზარი კონკრეტ ბაზრის კონკრეტული სეგმენტი მოთამაშე კომპანიებით, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში კომპანია ერიდება ასეთი ომში შესვლას, მოდი ესე დავარქვათ. ამიტომ ბუნებრივია ამ შეფასება ხდება, რამდენად არის ნიშა თავისუფალი, რომ ამ ნიშანზე მოხდეს სწორედ აპელირება. ასევე არის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, რამდენად რთულია სამართლებრივად ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება, იგივე საგადასახადო კოდექსი, იგივე რეგულაციები, იგივე საკუთრების დაცვის საკითხები და პოლიტიკური გარემო, რამდენად სტაბილურია, რამდენად არის დაცული ქვეყანა მუდმივი კონფლიქტებისგან და ასევე გუნდის ცვლილება პოლიტიკურ სპექტრში, რამდენად იწვევს ზოგადად ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრას. ასევე საერთაშორისო ალტერნატიული ბაზრების შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება სოციო-კულტურულ საკითხებსაც, რომელიც ერთგვარად გამოხატავს დამოკიდებულებას იმ ქვეყნის კომპანიების მიმართ, ლოიალურობას თუ ასე შემდეგ, რომელიც აპირებენ შემოვიდნენ კონკრეტულად ბაზარზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ თვითონ სამ ნაწილადაც არის დაყოფილი ეს საკითხი, დანახარჯების შემოსავლები და რისკები. დანახარჯები პირდაპირ შეიძლება ფორმულირება მიცოთ, ეს არის პირდაპირი დანახარჯები, რომელიც კომპანიას შემოსვლისთვის ჭირდება ქვეყანაში. ეს არის ადგილოზე წარმოების ორგანიზება, ადგილობრივი მენეჯმენტის და სტაფის დაფინანსება, ასევე ყველა ის ხარჯი, რომელიც მისი წარმოების თუ წარმომადგენლობის ორგანიზებისთვის არის ამ ქვეყანაში საჭირო. დანახარჯებში შეგვიძლია ასევე ჩავსვათ იგივე გადასახადები, როგორც სამუშაო ძალის დაქირავებაზე, ასევე ზოგადად ბიზნესის წარმოებაზე. ასევე შემოსავლების ნაწილში იგულისხმება სავარაუდო საპროგნოზო შემოსავლები, რომელიც დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ბაზრის სიდიდეზე და მომხმარებლების გადახდის უნარიანობაზე. რაც შეეხება რისკებს, რისკები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი ეს არის სავალუტო რისკები, რომელიც დაკავშირებულია ვალუტების ადგილობრივი ვალუტების მერყეობასთან, შეიძლება იგივე დევალვაციამ თუ პირიქით გამყარებამ ადგილობრივი ვალუტის პრობლემას შექმნას გარკვეული გათვლების და ამოცანების მიღწევის პროცესში, ასევე საწარმოო რისკები, რომელიც დაკავშირებულია თვითონ კომპანიის საწარმოო პროცესის განხორციელებასთან, ფინანსური რისკები, რომელიც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს გარკვეული პირობების ცვლილების გამო და ასევე შეიძლება იყოს არაზუსტი კვლევები, რომელიც ძალიან იშვიათია, რომ გლობალურმა კომპანიამ მსგავსი ტიპის შეცდომა დაუშვას, მაგრამ მაინც თეორიულად ეს საკითხიც განიხილება, რომ არაზუსტმა კვლევებმა და არაზუსტმა შეფასებამ კონკრეტული ბაზრის შეიძლება ეს რისკები, რა თქმა უნდა, რისკები შეიძლება გაზარდოს. და მესამე ნაწილი ეს არის შეღწევის გზის არჩევა, მაგალითად როგორ შეიძლება კომპანიამ შევიდეს ადგილობრივ ბაზარზე. პირველი საკითხი, რომელიც შეღწევის გზებში შეგვიძლია მივცეთ ფორმულირება, ჩვენ განვიარეთ ეს საკითხი და ეს ცნობილია ცნობილი მეცნიერის დანინგის სამი ფაქტორის სახელით, ანუ სამი უმთავრესი ინტერესი, როგორ შეიძლება კომპანია იყოს წარმოდგენილი ბაზარზე, მას დანინგის ეკლექტიკურ თეორიასაც უწოდებენ. პირველი ეს არის ღირებული აქტივების ფლობის მიხედვით, რომელიც არის მნიშვნელოვანი სტიმული ნებისმიერი კომპანიისთვის კონკრეტულ ქვეყანაში დაიწყოს ბიზნესი, მაგალითად თუ ქვეყნის შიგნით არსებობს გარკვეული პოტენციალი, გარკვეული მატერიალური თუ არამატერიალური აქტივი, რომლის ფლობაც კომპანიისთვის, გლობალური კომპანიისთვის არის მიმზიდველი, ბუნებრივია ეს ერთ-ერთი გზა არის ამ აქტივის ფლობით გახდეს შევიდეს ამ კონკრეტულ ბაზარზე. მეორე ეს არის თვითონ განთავსების მიხედვით, განთავსების
მიხედვით შეღწევის გზა გულისხმობს იგივე წარმოებების გადატანას და წარმოებების მოწყობას კონკრეტულ ქვეყნის გეოგრაფიულ სივრცეში, იგივე დანახარჯების ნაკლები დანახარჯების განხორციელების თვალსაზრისით და მესამე ეს არის ოპერაციების წარმოება, იგივე ტრანზაქციულ დანახარჯებთან კავშირი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ესე იგი მსგავსი ტიპის ბაზარზე შეღწევით კომპანია ამცირებს ტრანზაქციულ დანახარჯებს და ეს აისახება საბოლოო ჯამში მის კონკურენტ უნარიანობაზე. ასევე შეღწევის სხვა გზებიც არსებობს. პირველი ეს არის კონტროლი კონტროლი გარკვეული აქტივების, არსებობს ასევე რესურსებზე წვდომა და საერთაშორისო მენეჯმენტის სტრატეგიები, რომელიც ჯამში მთლიანობაში უზრუნველყოფს კონკრეტულ ბაზარზე კომპანიების შეღწევადობას. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს არის ერთ-ერთი გზა არის ასევე ექსპორტი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე შეღწევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ კომპანია შეიძლება არ იყოს ადგილზე წარმოდგენილი, მაგრამ ბუნებრივია მას გააჩნდეს კომპანია, რომელიც შუამავალ რგოლს და შუამავალ რგოლის ფუნქციას ასრულებს აი ამ ურთიერთობების ნაწილში, ამიტომ ექსპორტის ფორმები შეიძლება იყოს სამი მიმართულებით განსაზღვრული. პირველ რიგში ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება საექსპორტო შუამავლებს. საექსპორტო შუამავლებში იგულისხმება ფირმები, რომლებიც ყიდულობენ კონკრეტული კომპანიის პროდუქციას, შეაქვთ ქვეყანაში და შემდეგ გამოდიან როგორც გადამყიდველები, ამას ქვია ირიბი ექსპორტის ფორმა. შემდეგ მოდის პირდაპირი ექსპორტი, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ ყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობასთან, ანუ ერთი კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირ მეორე კომპანიის წარმომადგენლებასთან არის ყოველგვარი შუამავლების გარეშე და მესამე ეს არის შიდა კორპორატიული ფორმა, როდესაც თავისი შვილობილი კომპანიის საშუალებით ცდილობენ კომპანიების შეღწევას უცხოეთის საერთაშორისო ბაზარზე. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, აქ შეიძლება დავასახელოთ მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ექსპორტს და ექსპორტის ფინანსირებას უზრუნველყოფს. აქ შეიძლება დავასახელოთ მარკეტინგული საკითხები, როდესაც პროდუქტი მარკეტინგულად იმდენად მიმზიდველია, რომ ეს მისი მარკეტინგული სტრატეგია უზრუნველყოფს პროდუქტის შესვლას და მის მხარდაჭერას ექსპორტის ნაწილში. ლოჯისტიკური საკითხები, რომელიც ასევე ექსპორტის პროცესში, იგივე რეექსპორტის ნაწილში ლოჯისტიკური ბაზების ფორმირება საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და განაწილება და წვდომა ქსელებზე, როდესაც ერთი კომპანია შედის მეორე რომელიმე ქვეყნის ბაზარზე, ბუნებრივია იმ ქსელების ათვისებას, რომლითაც უნდა მოხდეს პროდუქციის მიტანა უშუალოდ მომხმარებლებამდე, მასზე კონტროლს, წვდომას და არ შეზღუდვას უცხოური კომპანიისთვის გააჩნდეს ეს ქსელები, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითონ რაც შეეხება საექსპორტო შუამავლებს, აქ რამდენიმე ფორმა არსებობს მთლიანობაში, როგორ ოპერირებენ ეს შუამავლები. ერთ-ერთი ეს არის სავაჭრო კომპანიები, რომლებიც საკუთარი ფინანსური რესურსით ახორციელებენ ერთი პროდუქციის გადატანის პროცესს, ანუ ისინი წარმოებლიდან მომხმარებლებამდე კრავენ ჯაჭვს, შეიძლება ესე დავარქვათ. არის საექსპორტო ასოციაციები, რომლებიც უშუალოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ საექსპორტო პროდუქციების პორტფელს და მათ შეღწევას უცხოეთის ბაზრებზე. ასევე არის სავაჭრო აგენტები, დილერები, ბროკერები, სატრანსპორტო სააგენტოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპორტის განხორციელებას. ასევე უცხოურ ბაზარზე შეღწევის გზებში ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, ეს არის ლიცენზირება, როდესაც ერთი ქვეყანა ასე ლიცენზირება, ფრანშაიზინგი, ასევე სპეციალური საშუალებები, რომელიც გულისხმობს იგივე საკონტრაქტო ურთიერთობებს, ამ კონტრაქტით დაკვეთას კონკრეტული პროდუქციის, მართლობითი კონტრაქტები, როდესაც მართვაში შედიან სხვადასხვა ტიპის აქტივების, ასევე ობიექტების მშენებლობას და შემდეგ გარკვეული პერიოდი მის ექსპლუატაციას და მერე გადაცემას ადგილობრივი მთავრობებისთვის და ასევე პირდაპირი ინვესტიციების
ფორმები, პირდაპირ ინვესტიცია პრაქტიკულად ეს განაპირობებს კონკრეტული კომპანიის უფრო მარტივად წვდომას ადგილობრივ ბაზრებზე. ანუ მთლიანობაში ეს საკითხების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს გლობალურ ბაზრებზე სტრატეგიული მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს.